გამარჯობა, ეთერშია სამედიცინო გადაცემა იმპულსი, მე დიანა საფაროვა ვარ, დღეს გადაცემაში ნახავთ. რამდენად ეფექტურია მინიინვაზიური სპინალური ქირურგია? რა განსხვავებაა ტრადიციულ და მინიინვაზიურ მეთოდებს შორის და როგორ ხდება მათი შერჩევა პაციენტის მდგომარეობის მიხედვით? მოსახლეობისთვის საინტერესო და საჭირბოროტო საკითხზე ვისაუბრებთ დღეს. ნეიროქირურგიის დარგი მნიშვნელოვნად განვითარდა წლების განმავლობაში ტექნოლოგიებისა და ქირურგიული ტექნიკის მიღწევებით, რაც იწვევს გაუმჯობესებულ შედეგებს პაციენტებისთვის, რისკების შემცირებას. რა მნიშვნელობა აქვს ნეიროქირურგთან განხორციელებულ დროულ ვიზიტს? ამ თემაზე სასაუბროთ ნეიროქირურგი ტატო ნაცვალაძე მოვიწვიეთ. გამარჯობა ტატო, დიდი მადლობა რომ ხართ გადაცემის სტუმარი. მადლობა რომ მომიწვიეთ. მე ხარია რომ დღეს თქვენი სტუმარი ვარ. ძალიან საინტერესო თემაზე ვიწყებთ საუბარს და ალბათ ნებისმიერი პაციენტისთვის იქნება საინტერესო განმარტოთ ზოგადად რას მოიცავს ნეიროქირურგია, რა დარგია, რას ემსახურება, მაგრამ ალბათ კარგიც იქნება რომ ისტორიაც დავამატოთ, ანუ როგორი იყო, საიდან წამოვიდა და ეხლა რა გვაქვს ხელთ. დიახ, მოგახსენებთ, ანუ ნეიროქირურგია, როგორც თანამედიცინის თანამედროვე სწრაფად განვითარებადი დარგი, მაღალტექნოლოგიური საკმაოდ თავის თავში გულისხმობს ადამიანების დახმარებას ისეთი პრობლემებით, რომლებიც მათ წარმოიქმნება თავის ტვინთან, ზურგის ტვინთან, ხერხემალთან ან პერიფერიულ ნერვებთან დაკავშირებით. დიახ. საკმაოდ რთული ანატომიური მდებარეობიდან გამომდინარე, ნეიროქირურგია მოითხოვს მაღალტექნოლოგიური აპარატურის მონაწილეობას თვითონ ოპერაციის სოლობისასაც, დიაგნოზის დასმის დროს, ან წინასაოპერაციო მომზადების პერიოდშიც. მოკლე ისტორიული ექსკურსი რო გავახორციელოთ, საქართველოში ზოგადად ყავდა ეგრეთ წოდებული ფრჩხილებში თქვათ ნეიროქირურგები, რომლებიც რაღაც მინიმალურ ჩარევებს ახორციელებდნენ თავზე, რაღაც მინიმალური ინსტრუმენტებიც ჰქონდათ, ხელნაკეთი, ეს ხევსურეთში არის აღმოჩენილი ეს ინსტრუმენტები, მაგალითად თავის ტრამვის დროს შესაძლებლობა ჰქონდათ აკეთებდნენ და ეს შემდგომ არქეოლოგიური კვლევის დროს დადასტურებული არის. ტრეპანაციულ ჩარევებსაც კი თავზე, რითაც ალბათ რამოდენიმე ადამიანსაც შველიდან და ბრძოლის შედეგად მიღებულ ტრამებზე ეხმარებოდნენ. ეს დარგი საკმაოდ განვითარდა წლების განმავლობაში საქართველოში. პირველი ნეიროქირურგი თუ კი არ მეშლება იყო ბატონი ბონდოჩიკოვანი, რომელმაც ნეიროქირურგიას ჩაუყარა საფუძველი ჩვენს ქვეყანაში. და შემდგომ წლების განმავლობაში ეს დარგი ვითარდებოდა და მე შემიძლია ამაყად ვთქვა, რომ ძალიან საკმაოდ კარგად არის განვითარებული ჩვენი ქვეყნის ზომიდან, ეკონომიკური განვითარებიდან და მოსახლეობის რაოდენობიდან გამომდინარე და ამასთან შეფართებით. საინტერესოა თქვენ ჩამოთვალეთ ის პათოლოგიები, რაზეც დღეს გადაცემის მსვლელობისას მინდა ვისაუბროთ, მაგრამ ალბათ დამეთანხმებით, რომ ყველაზე გავრცელებული არის ხერხემლის თიაქრები. ანუ მეთანხმებით თუ არა? რა თქმა უნდა, გეთანხმებით. და კითხვა არის, რომ ანუ რა შეცდომას უშვებთ იმისთვის, რომ ანუ თითქმის დილეტანტის დონეზე ვამბობ, თითქმის ყოველ მეორე ადამიანს აქვს ეს პათოლოგია, გაუსაძლისი ტკივილი. მოდით დავყოთ ბატონო ტატო. ვისაუბროთ ის მთავარი მესიჯები მივაწვდით ჩვენს მაყურებელს ხერხემლის თიაქრებზე, რაზეც არის მითებიც, რეალობაც, რას ვაკეთებთ არასწორად, რისგან გამომდინარეობს, რა არ უნდა გავაკეთოთ, რა გვეშლება და ძალიან ბევრი შეკითხვა და ნელ-ნელა მივყვეთ. ეტაპობრივად. დიახ. კი, ზოგადად ნეიროქირურგია ამაცინაც აღნიშნა, რომ მაღალტექნოლოგიური დარგი არის. და უამრავი რთულ პათოლოგიასთან გვიწევს ურთიერთობა და გამკლავება და ბრძოლა. მაგრამ გეთანხმებით აბსოლუტურად ყველაზე ხშირი ნეიროქირურგიული პათოლოგიას წარმოადგენს მალთაშორისი დისკოს თიაქარი და მასთან დაკავშირებული პრობლემები. ბოლო წლებში გეთანხმებით, რომ მოიმატა ძალიან მალთაშორისი დისკოს თიაქრის მქონე პაციენტების რაოდენობა. მე პირველ რიგში ამას დაუკავშირებდი იმას, რომ უბრალოდ ქვეყანაში მოხდა დიაგნოსტიკური საშუალებების გაუმჯობესება. ჩვენ უფრო ბევრი, უფრო ხარისხიანი დიაგნოსტიკური აპარატები შევიძინეთ, ისეთ როგორც არის მაგნიტორეზონანსული გამოსახულების მიღება, რაც საშუალებას იძლევა ადრეულ ეტაპზე მცირე ზომის თიაქრების დადგენასაც. რაც შეეხება ზოგადად რაღაც პანიკის არსებობასაც კი მოსახლეობაში, რომ ეს რაღაც ხდება, რაღაც განსაკუთრებული გვემართება,
მე ვფიქრობ ესე არ არის აბსოლუტურად, იმიტომ რომ ჩვენ უბრალოდ დავიწყეთ ისეთი მცირე ზომის თიაქრების აღმოჩენაც, რომელიც უბრალოდ ადრე შეუძლებელი იყო და ამან უბრალოდ გაზარდა ციფრი იმ პაციენტების, ვისაც ეს დიაგნოზი დასმული აქვს. ერთი მომენტი არის ამ დიაგნოზის დასმა და მიღება და მეორე არის თუ არის ქირურგიული პრობლემა. უხშირესად სტატისტიკურად დადგენილი დისკოს თიაქრებიდან ქირურგიულ დახმარებას საჭიროებს 12-14%. დანარჩენი ან კონსერვატიულად, ან რეაბილიტაციის გზით შესაძლებელია მათი განკურნება და დროულად ყურადღების მიქცევის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მორჩენა ესე რომ ვთქვათ, არ გახდეს ქირურგიული ჩარევა საჭირო. მაგრამ ამისათვის საჭირო არის, რომ როდესაც ამ დიაგნოზს მივიღებთ, არ მოგვიცვას პანიკამ, არ მივიღოთ რაღაც მაჩქარები, გადაწყვეტილებები და რაციონალურ დონეზე განსაჯოთ. შევაფასოთ ჩვენი მდგომარეობა, ჩვენი შესაძლო გზები განვითარების სიტუაციის, ექიმს მიმართოთ რაც თავარია დროულად, იმიტომ რომ ნეიროქირურგთან ვიზიტი რატომღაც ყოველთვის ასოცირდება ოპერაციის დაგეგმვასთან. სინამდვილეში ჩვენს პრაქტიკაში ჩვენი კონსულტირებული, უხეშად რო ვთქვათ, 10 პაციენტიდან ქირურგიული ჩარევა საჭიროებს 2 ან 3. დიახ, მაგრამ ბატონო ნახეთ, მაინც ეშინიათ ოპერაციის გაკეთების და ანუ ხერხემლის თიაქარი იმდენად სენსიტიური თემა არის ბოლო წლების განმავლობაში, კითხვაც ალბათ ლოგიკური იქნება, როგორ არ დავხარჯოთ დრო როგორ დავხარჯოთ დრო სწორად. იმიტომ რომ როგორც აღნიშნეთ თქვენ, აი ნეიროქირურგთან ხშირად მისვლის, არ მისვლის მიზეზი არის, არა ოპერაცია არ მინდა და ანუ ამბობენ, რომ ხშირ შემთხვევაში ოპერაცია არ ნიშნავს იმას, რომ არ განმეორდება, მაგრამ ალბათ ჩვენ პრივატულ საუბარშიც ქონდა და გავიმეორებ, წამალი არ გამოგონილა, რომელსაც უკუჩვენება არ აქვს და შესაბამისად იგივე შემიძლია და უფრო კარგად რა თქმა უნდა თქვენი საუბრობთ ამას ოპერაციაზე, მაგრამ ოპერაციამდე რა გზა აქვს გასავლელი ადამიანს, რომ ანუ შეიძლება როგორც თქვენ ახსენეთ, თერაპიული მკურნალობა, მაგრამ არსებობს ისეთი მკურნალობა, რასაც არ ეთანხმებიან ალბათ ნეიროქირურგებიც, ხო? მაგრამ აღნიშნოთ ის, რომ როგორ უნდა დავხარჯოთ დრო სწორად და მინიმალურად დავაზიანოთ ჩვენი როგორც ჯიბე, ესე ვთქვათ, ფინანსური მხარე ასევე ჯანმრთელობას, რა თქმა უნდა. და ნერვიულობა იმაზე, აი როდის გამივლის ტკივილი. მე ვფიქრობ, პირველ რიგში აუცილებელი არის მაქსიმალურად დავტვირთოთ დიაგნოსტიკური მეთოდები კვლევის, რომ ჩვენი დიაგნოზი, რომელიც გაჟღერებული არის, აბსოლუტურად გამოკვლეული იყოს მაქსიმალურად და ნებისმიერს არ აქვს მნიშვნელობა, კი ეს ნეიროქირურგი იქნება, ნევროპათოლოგი, ნევროლოგი, ანუ თუ ფიზიოთერაპევტი, მას კონდეს აბსოლუტურად სრული ინფორმაცია ჩვენი ჯანმრთელობის შესახებ. რის შემდეგაც ძალიან მე ვფიქრობ გაუმარტივდება ექიმსაც და პაციენტსაც კომუნიკაცია და ზოგადად იმ გზების დასახვა, რა ეტაპების გავლაჯობია, რა რისკები არსებობს გარკვეულ გზებზე და ამ მიმართულებების სწორი და დროული გეზით აღება, რომ არ დაიკარგოს როტყუილად, ის რაც არ არის, თქვათ, ქირურგიულად ჩასარევი, არ გადაიზარდოს ჩასარევში და ბევრი ისეთი ნიუანსი, რომელიც გათვალისწინებას წინასწარ შეიძლება. ამიტომ მე თქვენ გირჩევთ ამ დიაგნოზის გაჟღერების შემთხვევაში გამოიკლიოთ სრულფასოვნად თქვენი თავი, მიმართოთ ნეიროქირურგს, არ შეგეშინდეთ, იმიტომ რომ ყველა ჩვენ არა ვართ ორიენტირებული ოპერაციების გაკეთებაზე, დამიჯერეთ. ჩვენი მთავარი მიზანი არის პაციენტს პირველი, რასაც ზოგადად ჰიპოკრატესთან ფიცთან დაკავშირებით ხშირად ახსენებენ ხოლმე, არის არავნო. ჩვენი მთავარი პრინციპი არის არ ვნება და სწორი მიმართულების მოცემა. ჩვენი თვითმიზანი არ არის ოპერაციის გაკეთება. დამიჯერეთ, მენდეთ, რავი. გასაგებია. ანუ მოვლენ თქვენთან და დაინახავენ ამ ყველაფერს. ყველაზე მთავარი კითხვა არის, რა იწვევს ტკივილს? და არანაკლებ საინტერესო თემა არის და კარგი იქნება რომ გაიხსენოთ რაღაცა ისეთი თქვენი პროფესიიდან რაიმე ისეთი ნიუანსი, რომელიც ყველაზე მეტად გამახსოვრდებათ ან თუნდაც პაციენტთან მიმართებაში. ანუ რაც ეხლა რაც ახსენეთ თქვენ, რომ აი არ ხართ საშიშები, მაგრამ ყოველს თითქმის გვეშინია. პირველ რიგში არის ტკივილს რა იწვევს და ანუ ისეთი რაღაცა რაც გვითხრათ, რაც იყო თქვენთვის დასამახსოვრებელი და ყველასთვის იქნება ის მაგალითად. ფიზიოლოგიის დონეზე შევეცდები მარტივი ენით ახსნა, სამედიცინო ტერმინებში არ გადავალ, იმიტომ რომ არ გავართულო ჩემი მონათხრობი. ტკივილის მიზეზი არის უშუალოდ ნერვზე ნებისმიერი ხასიათის ზეწოლა. ეს თიაქრიდან გამოწვეული ზეწოლა იქნება, სინოვიალური, ანუ სასახსრე ჩანთის გადიდების გამო გამოწვეული ზეწოლა იქნება, ძვლოვანი წანაზარდის ოსტეოფიტის გამოწანა ზეწოლა იქნება, მნიშვნელობა არ აქვს. ნებისმიერი ზეწოლა შეხება ნერვზე იწვევს მის ავტომატურ რეაგირებას ამაზე, რაც გამოიხატება
ტკივილის ტრიგერების ზონების ჩართვით და შესაბამისად პაციენტი აღნიშნავს სხვადასხვა ხარისხის და სხვადასხვა ინტენსივობის ტკივილს. როგორც წესი, ნეიროგენური ტკივილისთვისაც გარკვეული ხასიათი არის, გარკვეული ნიშნები არის დამახასიათებელი. ის უმეტესად ძლიერდება ღამით და დილით გამთენიას. მას არ ახასიათებს დამოკიდებულება ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობა, ანუ ის ზის, დგას, წევს პაციენტი, დიდად არ არის დამოკიდებული, თუ კი ნერვის კომპრესია ხდება, ის როგორც წესი ყველა პოზიციაში გვაწუხებს და მისი ტკივილის გაყუჩება ჩვეულებრივი პრეპარატებით ძალიან რთული არის და ხშირად მიუღწეველი არის და უხშირესად ეს პრობლემა გადადის ქრონიკულ ტკივილში, რაც მე უკვე აბსოლუტურად სხვა მიმართულებიდან მკურნალობას საჭიროებს. ანუ შესაძლებელი არის ეს ბევრმა მოსახლეობამ, ბევრმა არ იცის, რომ მაგალითად თიაქიდან გამოწვეული ტკივილი, რომელიც ქრონიკულ ზეწოლის გამო ვითარდება ნერვის ზეწოლის შედეგად, მიზეზის მოცილების შემდეგ, როდესაც თიაქარს ვაცილებთ, ნერვს აბსოლუტურად ვანთავისუფლებთ, ტკივილი მაინც რჩება. ამიტომ არის საყურადღებო, რომ ტკივილი უნდა იქნეს დროულად მოშორებული, ვინაიდან წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება გადავიდეს ეგრეთ წოდებულ ქრონიკული ტკივილის ფაზაში, როდესაც მიზეზი შორდება ნერვს, ნერვი აბსოლუტურად თავისუფლდება ყველა ზეწოლისგან, მაგრამ ტკივილი მაინც რჩება. და ეს საკმაოდ რთული სამართავი ხდება შემდგომში. რაც შეეხება განსაკუთრებულ შემთხვევებს, მინდა გავიხსენო ერთი ცოტა კურიოზული მომენტი იყო, ზოგადად, აი ჩვენ წინათ ვისაუბრეთ, რომ პაციენტებს არის განცდა იმის, რომ ექიმი ორიენტირებულია ოპერაციას და ოპერაციის ჩატარებაზე და ესეცე და მისაღებში დამიძახეს, იყო ხან დაზმული ბებო 90 წელს ზემოთ, 92 წლის ალბათ, 92-93 წლის ასაკის, რომელსაც ჰქონდა გაუსაძლისი ტკივილი კიდურში, ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები, დაუდგინდა დისკოს თიაქარი წელის დონეზე. ძალიან დიდი ზომის თიაქარი იყო, სულ ისეთ მდებარეობიდან გამომდინარე, ქირურგის გარეშე არ გამოვიდოდა რა ერთი სიტყვით ამის თქმით. თანხლებმა პირებმა ამის გაგებში ძალიან დიდი, ანუ ეს ნეგატიური განწყობა გამოვიწვია მათში ამის გაჟღერებით. ასეთ ასაკში როგორ ოპერაცია? რა დროს ოპერაცია? ხო. მე ვთქვი, ეს ძალოვანი სტრუქტურა როგორ თქვენ გადაწყვეტავთ. წაიყვანეს პაციენტის ბინაზე, ჩვენ უმკურნალებს წამით. ღამის 11 საათზე დამირეკეს, მომიყვანეს და ღამე გავუკეთე ოპერაცია. რას ლაპარაკობ? არაფერმა არ უბრალოდ ამ ხალმა, ესე იგი ბებომ უთხრა, ან მიკეთებ ოპერაციას, ან საერთოდ უკვე თავი გამორიცხული ვერ გაუმკლავდები. ანუ ეს იმის თქმა მინდა, რომ ხშირად პაციენტები თვითონ ვერ ხვდებიან ბოლომდე ჩვენ რატო ვარ ზოგიერთ ესეთი კატეგორიული, იმიტომ ჩვენ უფრო მეტი შეხება გვაქვს. ამასთან უფრო მეტი ვიცით რა დროს შეიძლება, რა დროს არა. ამიტომ დროულად მიმართვა ყოველთვის მნიშვნელოვანია. რა თქმა უნდა, იქ უნდა მეთქვა ზუსტად, რომ ანუ როდესაც საქმე გვაქვს პროფესიონალთან, მესმის, რომ ხშირ შემთხვევაში ძალიან ცუდია თუ კიდე დავათქვათ უნდობლობა, ეჭვის თვალით ვუყურებთ თუ 1000 რაღაც შეიძლება სინონიმების მოფიქრება, მაგრამ მაინც აი თქვენი მონაყოლიდან მაინც მივდივართ იქამდე, რომ აი თურმე მართალი ყოფილა ექიმი და თურმე ესე ყოფილა საჭირო. ყოველ შემთხვევაში იმედია ყველაფერი კარგად დამთავრდა, ამაში ეჭვიც არ მეპარება. და რა ზომების გატარება არის, ანუ ყველაზე რთულად მისაღწევი, ესე რომ ვთქვათ, ანუ ერთია რომ ტკივილი არის, ხო? და ამის კუპირება ყველაზე მნიშვნელოვანია და ყველაზე მაგარია, როდესაც რაღაცა გვტკივა, თუნდაც წელი, კბილი, როდესაც ეს მოგშორდება, ჩვენზე ბედნიერები არავინ არ არის, ხო? რა ზომებს მიმართავთ? ანუ მინდა ისევ ხაზგასმით ვთქვათ და აღვნიშნოთ, ანუ ოპერაციამდე, მაგალითად, თქვენთან მოვიდა პაციენტი, ავიღოთ, რა ვიცი, თუ გინდათ ხერხემალზე აღარ ვისაუბროთ და მაგალითად თავის ტვინის პათოლოგიები ავიღოთ. რა ლეველები დავარქვათ? ეტაპები, საფეხურები. რა აქვს ამ დროს გასავლელი ადამიანს? დამოკიდებულია პათოლოგიაზე, მოდით ახლა ნებისმიერი ავიღოთ. დიახ, აი მაგალითად ავიღოთ იგივე ბანალური უფრო მარტივი ასახსნელი იქნება. თქვათ წარმონაქმნი თავის ტვინის. დიახ. მოცულობით წარმონაქმნი, რომელიც გეგმიურად იქნა დადგენილი რაღაც თავის ტკივილების ფონზე. პაციენტი იტარებს, როგორც ახლა აღნიშნე, სტარტი იწყება მაღალტექნოლოგიური კვლევებით. კონტრასტული, არაკონტრასტული შესაბამისი მისი მდგომარეობიდან გამომდინარე, თუ საჭიროება მოითხოვს. კვლევებში, რა თქმა უნდა, ერთობა სხვა მომიჯნავე სპეციალისტებიც, ეს იქნება ენდოკრინოლოგი, კარდიოლოგი, თერაპევტი, რათა პაციენტის ზოგადი მდგომარეობა, მისი ორგანიზმის იქნეს მაქსიმალურად შესავლელი და ინფორმაცია მაქსიმალურად მოძიებული. ქირურგიული ჩარევის შემთხვევაში უკვე პაციენტთან დამატებით
ამ მულტიდისციპლინარულ გუნდში ერთვება ანესთეზიოლოგიც, რომელიც თავის სპეციალობიდან გამომდინარე საჭირო კვლევებს იქნება ეს დამატებით ჩაატარებს თუ გამოკითხავს პაციენტთან ანამნეზთან დაკავშირებით. ყველაფერი შეჯამების შემდეგ ჩვენ პაციენტთან ერთად, თუ კი ეს შესაძლებელია, რა თქმა უნდა და მის ახლობლებთან ერთად, ვსხდებით და ხდება დეტალური განხილვა საკითხის. ყველა შესაძლო ნიუანსის და ყველა შესაძლო განვითარების მოცვით და შემოფარგლით, რათა მაქსიმალურად იქნეს გამომწვევი ინფორმაცია იქნეს მიწოდებული პაციენტისთვის, რომ პაციენტიც და მისი ახლობლებიც იყვნენ მაქსიმალურად ინფორმირებული. ეს უდიდესი პრობლემა არის ზოგადად მედიცინაშიც ინფორმაციის ან მიუწოდებლობა, ან ვერ აღქმა ხოლმე, ან არას ისე მიწოდება, რომ პაციენტი ამას ვერ გებულობს. და ხშირად ეს იწვევს იმას, რომ ექიმი და პაციენტები ცოტას გადაუხვევი, ხა თქვენი კითხვიდან ვიყოფით ორ ფრონტად. და ფრონტის სხვადასხვა ხაზზე ხვდებით ხოლმე. ჩემი მიზანი, მთელი ჩემი ცხოვრების მიზანი ამ მიმართულებასთან ბრძოლა არის და მე ვფიქრობ, რომ ჩვენ სანგარში ერთ მხარეს უნდა ვიყოთ და მეორე მხარეს უნდა იყოს ის დაავადება, რომელსაც ჩვენ ვერ ვწევთ. ერთად ბრძოლის გარეშე ჩვენ დაავადებას ვერასდროს ვერ დავამარცხებთ და ჩვენ ურთიერთშეთანხმება პირიქით გვჭირდება. მე ვფიქრობ, რომ ყველა პაციენტი, ვინც გაბედა და თავისი დიაგნოზი მინიმუმ მოისმინა, ვინც თავის დიაგნოზთან დაკავშირებით ექიმის აზრი მოისმინა, ვინც კონკრეტული ნაბიჯები გადადგა თავის დაავადებასთან ბრძოლის და დამარცხების, ის უკვე გმირია. და ეს ყველა პაციენტმა უნდა იცოდეს. ეს შიშის გარეშე არ არსებობს ადამიანსაც არ ეშინია. ეს რაღაც ფსიქიური გადახრა უნდა იყოს მაშინ. ჩვენი მთავარი გამარჯვება არის შიშის დაძლევა. და მე ზუსტად ამაში პირველ რიგში ამაში ვცდილობ მოვეხმარო პაციენტებს, იმიტომ რომ ქირურგიული ჩარევა ეს კიდე სხვა ეტაპი არის. მთავარი არის ფსიქოლოგიურად პაციენტის სწორ გადაწყვეტილებაში მიხმარება, რომ შენ მას როგორც ადამიანს მისი ნდობა მოიპოვო პირველ რიგში და მოეხმარო მას ამასთან ბრძოლაში ფსიქოლოგიურად. იმიტომ თუ კი ფსიქოლოგიური ბრძოლა არ დაიწყო, ფიზიკურად ვერასოს ვერაფერს ვერ დავამარცხებთ. მე აი ჩემი გამოცდილებიდან ასე ვფიქრობ. არა, შიშიც არ უნდა გცხვენოდეს, არ უნდა გვერიდებოდეს, იმიტომ რომ შესაძაც აქვს ადამიანს შიშის, ეს არის ერთგვარი დამცველობითი, ჩემი აზრით. შემბოჭველი და ბარიერების შემქმნელი. და უფრო მობილიზებული ალბათ მაგ დროს ადამიანი, როდესაც შიში აქვს უფრო რაღაცა აკონტროლებს და ანუ ჩემ შემთხვევაში, ანუ ეს რაღაცა პრასტრაცია არ ხდება, რაღაცა მობილიზებულია ერთ კონკრეტულ რაღაცაზე, მაგრამ ეს ვერ ანუ არ შემიძლია რომ არ დაგეთანხმობთ, ძალიან ძლიერი უნდა იყოს ადამიანი, როდესაც ისმენს თავის. იმიტომ ხას უსვამ, რომ ყველა ეს პაციენტი არის გმირი. ეს გმირობა არის შიშის დამარცხება და სწორი ნაბიჯის გადადგმა არის გმირობა. იმიტომ რომ ხშირად ჩვენ სირახლემას პოზიციას ვღებულობთ ხოლმე, ქვიშაში თავს ჩავრგავთ და ირგვლივ სიბნელეა და ყველაფერი არის კარგად. ამ ყველაფერს ადამიანი ისმენს, აანალიზებს ეს ყველაფერი ხონდა მიმღებლობაც ხონდა კონდეს ადამიანს და შემდეგ რამდენად უნდა ენდოს ის ექიმს რომ რთული გადაწყვეტილება გეთანხმებთ არ არის. ან ორივე გმირია ამ დროს, ვინც ეუბნება, იმიტომ რომ არ არის ეს მარტივი არა მაგრამ პაციენტის გმირობის გარეშე არ გამ. კი, რა თქმა უნდა, ასე რომ ჩემი აზრით უნდა მოусმინოთ ექიმს და ვიმეგობროთ. და შიშის ზარგს გცემს ალბათ ქალების, უფრო მოდით გამოვყოთ, ქალებზე სპინალურ ქირურგიასთან დაკავშირებით მინდა ვისაუბროთ. იმიტომ რომ დამეთანხმებით ალბათ ძალიან ბევრი მითი და რეალობაა სპინალურ ქირურგიასთან დაკავშირებით. დავიწყოთ იქედან, რომ თუ არასწორად გაკეთდა და ვაიდა არასწორად გააკეთა ნემსი, რამხელა ნემსია, შეიძლება წელს ქვევით მოვწყდეთ, ვაიდა ვერ გავიარო, ვაიდა ესე დაურჩა და 1000 რაღაცა. გაგვიქარწყლეთ ეს და მითია თუ რეალობა ეს. სიმართლე გითხრათ, ეს სფერო, ანუ სპინალური ანესთეზიის ზოგადად, ეს უფრო ანესთეზიოლოგიური მიმართულებაა. თუმცა ჩვენ ნეიროქირურგიაში გვაქვს ანუ ნერვის ბლოკადას ვეძახით ამას, როცა კონკრეტულად გამორჩეული ნერვის ანესთეზიასაც ვახორციელებთ. ანუ რაღაცით ეს ორი პროცედურა ერთმანეთთან ახლოს არის. თუმცა ანესთეზიოლოგიაში გამოყენებული მეთოდები უფრო დიდ არეალს მოიცავს და უფრო დიდ რეგიონის ანესთეზიას იწვევს და შესაბამისად უფრო ფართეთაც გამოიყენება, ვინაიდან უამრავი პათოლოგიის დროს ხდება მისი გამოყენება, როგორც მოსახლეობაში ამას ზოგი მოყინვას ეძახის, ზოგი რაღაც კათიშვა, ზოგი ზურგში ნემსის გაკეთება. ძალიან ბევრი ხელანემსია. რეალურად რამხელა პრაქტიკიდან გამომდინარე რეალური გართული ზოგადად ყველა ნებისმიერ პროცედურას დაწყებული თბილის დაპლომბიდან დამთავრებული რა ვიცი უბრალო ინიექციიდან კუნჩი ხო ყველას ახასიათებს თავისი გართულები მათ შორის ზოგიერთ სერიოზულიც
ჩემი პრაქტიკიდან გამომდინარე, პაციენტები, რომელთაც რაღაც სპინალური ანესთეზიასთან დაკავშირებით გართულებები შეექმნათ და მithumetes ისეთი გართულებები, რომელთაც მოყვა სერიოზული დაზიანება, ორგანიზმის ინვალიდიზაცია, ეს ყველაზე მეტად ეშინია თქო ამ ადამიანებს. ქრონიკული ტკივილის სინდრომი ჩამოყალიბდება, ან შემდგომში დამატებით კიდე რაღაც დისფუნქციების და ორგანოთა ფუნქციების დარღვევა ძალიან გამიჭირდება რომ გავიხსენო. ერთეულები. რაღაც მომენტში არსებობს გარკვეულ პერიოდში, ჩემი პირადი დაკვირებიდან პაციენტს ჩემთვის მოუმართავთ ტკივილის სინდრომი, დისკომფორტის სინდრომი თვითონ ინიექციის მიდამოში. თუმცა რომელიც უახლოეს 6-8 თვეში უხშირესად ლაგდება. და არღებულობს ქრონიკულ ხასიათს და არ უკავშირდება ამ ინიექციას. ანუ მე მინდა დავაიმედო მანდილოსნები უფრო მეტი დობით მოეკიდონ ამ თემას. და ყველაზე მნიშვნელოვანია რა განსხვავება, ანუ ეხლა რაზეც ჩვენ საუბრობთ ტრადიციულ ქირურგიულ ჩარევასთან, ანუ ეს მინიინვაზიური რითი განსხვავდება. ჩვენ გვინდა ვისაუბროთ ქირურგიული მინიინვაზიური ქირურგიული და ღიაქირურგიული. ანუ ზოგადად ჩვენება მაგალითად, მოდი შეგაწყვეტნეთ, ჩვენება არსებობს თუ არა, როდესაც არ შეიძლება კონკრეტულ პაციენტისზე ამის გაკეთება. არის ასეთი ჩვენება? შეხედეთ, მოდი ახლა მე ესე იგი, ტრადიციულად მართლაშორისი დისკოსისով დაუბრუნდებით იახრების ოპერაციები ხორციელდებოდა სულ თავიდან ხორციელდებოდა. არა უშავს. სულ თავიდან ხორციელდებოდა ღია წესით. შემდგომ მიკროქირურგიული ჩარევები გახდა უფრო მიზანშეწონილი და სწორი, სამდრო მაჩვენებელს აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იყო, ანუ ეს ხდებოდა გადიდება სპეციალურ ხელსაწყოებით, რომ ჩარევის დროს ტრავმის მინიმიზირება მოხდარიყო. შემდეგ უკვე სპეციალური ნეიროქირურგიული მიკროსკოპები შეიმუშავდა და მათით ეხალთ აქტიურად სარგებლობ და კიდევ უფრო შემდგომი ეტაპი არის, როდესაც მოხდა მინიინვაზიური ჩარევების აქტიური დანერგვა. ეს არის ენდოსკოპის, სპინალური ენდოსკოპიის გამოყენება, როდესაც განაკვეთი ზომები ჩარევის მიდამოს თქვათ იძულებითი ტრამული დაზიანება, რასაც ქირურგიისას აუცილებელია სამიზნე ორგანოსთან ან ნერვთან მივიდეთ, მათი ზომების შემცირება და შესაბამისად სარეაბილიტაციო პერიოდის მკვეთრი შემცირება. თუ კი სტანდარტულ შემთხვევაში პოსტოპერაციული თქვათ ჩარევა, მე მაგალითად გავავლებ ძველ ექსკურსს, აი 60-70-იანი წლების ნეიროქირურგიაში, თქვათ, სპინალური ოპერაციის შემდეგ 5-6 თვიანი წოლითი რეჟიმი ინიშნებოდა. როდესაც დაინერგა, თქვათ, მიკროსკოპული მინიინვაზიური, თქვათ, მიკრონეიროქირურგიული ჩარევები, ეს დრო შემცირდა 5-დან 8 დღემდე. და მინიინვაზიური, ეხლა რომელსაც ჩვენ საუბრობთ, ანუ ენდოსკოპიური ჩარევების შემთხვევაში, ეს დრო კიდევ უფრო შემცირებული არის, მოიცავს 2-3 დღეს. ძალიან ცოტა. და შესაბამისად პაციენტის სამწყობოში დაყოვნება, რაღაც ფსიქოლოგიური სტრესის ხო სამწყობს გარემო ადამიანს ადამიანზე არ მოქმედებს. შესაბამისად, თქვათ, სამსახურში დაბრუნება, მისი რეაბილიტაცია როგორც ფიზიკური, ასევე თქვათ, სოციალურიც უფრო ადრე ხდება და ეს ხელს უწყობს ამ დარგის თქვათ განვითარებას, და პაციენტები არჩევანს უკვე ამ დარგზე, ამ მიმართულებაზე უფრო აკეთებენ. რა დროს არის თქვათ გარკვეული შეზღუდვები აქვს რა თქმა უნდა ამ მეთოდს, როდესაც პრობლემა არის მოიცავს დიდ არეალს, როდესაც პრობლემა არის ქრონიკული დიდი ხნის ასე ვთქვათ უფრო გასაგებენაზე რო ვთქვათ, მაშინ უფრო ტრადიციული მიკროქირურგიული ჩარევებს ვიყენებთ, როდესაც პრობლემა პირიქით არის ახალი რამოდენიმე დღის ან კვირის, რომელიც მოიცავს მხოლოდ ერთ მცირე რეგიონს, მაშინ მინიინვაზიური ჩარევა ბევრად უფრო კარგ შედეგებს იძლევა, ზოგადად სტატისტიკურად, ვიდრე თქვათ დანარჩენი ჩარევის საშუალებები. სტატისტიკა ახსენეთ და მაინტერესებს მაგალითად არა მარტო ხერხემალზე, ანუ ნებისმიერ ნეიროქირურგიაში. თქვენთან მოსული პაციენტი აი ძალიან საინტერესო არის. ქალები არიან უფრო თუ მამაკაცები ჭარბობენ. და რა შეიძლება ამის მიზეზი რო იყოს. ან თუნდაც ახლა არ ვიცი, მაგალითად 100 ადამიანიდან რამდენი არის კაცი და ქალი? ზოგადად გენდერული ნიშნით დაყოფით არსებობს გარკვეული განსხვავებები, გეთანხმებით სხვა პათოლოგიაში სხვადასხვანაირად. მაგალითად, წელის დონეზე მართლაშორისი დისკოსის თიახრები უხშირესად ლიდერობენ მამაკაცები. გულმყერდის დონეზე მართლაშორისი დისკოსის თიახრები ლიდერობენ ქალბატონები. რატო? ნუ ეს კონსტიტუციური აგებულება, თქვა, დატვირთვა, რაღაც სხვა სოციალური რაღაც მომენტები ზეგავლენას ახდენს ამაზე. ხძირეულად ამის კვლევა არ არის ჩანატარი, მithumetes საქართველოს შემთხვევაში. მაგალითად, თავის ტვინის პათოლოგიების ხრივაც
ანევრიზმული დაზიანებები განსხვავდება ასაკობრივად და გენდერულადაც. სხვადასხვა ასაკში, მაგალითად 60 წელს ზემოთ ასაკში უფრო ლიდერობენ მანდილოსნები. 60 წლამდე ასაკში პირიქით მამაკაცები უხშირესად ავადდებიან ამ რთული და სერიოზული დაავადებებით. დაბრუნება ცხოვრების ჩვეულ რიტმში ეს ნებისმიერ ჩვენთაგანის, ვინც მაგალითად ოპერაციას იკეთებს, ან ოპერაციამდე მკურნალობს და ასე შემდეგ, ანუ რა თქმა უნდა არის შეზღუდვები, ხო? რა უნდა გავაკეთოთ? იმისთვის რომ დაუბრუნდეთ მაგალითად ცხოვრების ჩვეულ რიტმს, დავყოთ შეიძლება თერაპიული მკურნალობა არის საჭირო და მეტი არაფერი, მაგრამ ამისთვისაც არის ჩვენგან ხელშეწყობა ექიმს და არ შემიძლია ესე გაგიშვათ ბატონ ტატო პრივატულ საუბარში თქვენ ახსენეთ მედიკამენტებთან დაკავშირებით, როდესაც კითხეთ რას ვაკეთებთ არასწორად, მაგრამ ერთი მედიკამენტი რომელიც ლაქტაციის დროს მგონი სწორად მახსოვს, ხო? ჩემი აზრით ყოველთვის იქნება ეს დამაფიქრებელი, რომ რას ვაკეთებთ, ანუ ეგ არის ჩემი პასუხის მგონი ჩემი კითხვის ყველაზე ძალიან მაგარი პასუხი. კარგით, მოდით, ანუ მე როგორც სწორად მივხვდი, ჩვენ კითხვა მდგომარეობს პოსტოპერაციულ პერიოდში როგორ ვახერხებთ რეაბილიტირებას. ძალიან კარგი შეკითხვა არის ზოგადად და ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ პაციენტების უდიდესი ნაწილი ურთიერთობის, ყველაზე ხანგრძლივი პერიოდი ურთიერთობის ექიმთან არის სწორედაც პოსტოპერაციულ პერიოდში. იმიტომ რომ ბევრი არა მარტო სამედიცინო, სოციალური საკითხების თავს იჩენს, იქ რაღაც შეზღუდვები ჩდება, გარკვეული მითითებები აქვს, რომელიც ხშირად მკაცრად მიეთითებათ ხოლმე, რომ რაღაც თვით დამატებით პრობლემა არ გაუჩნდეს პაციენტს რეაბილიტაციის პერიოდში. როგორც წესი, ეს პერიოდი დამოკიდებულია თვითონ პათოლოგიის რაობაზე. ხერხემლის შემთხვევაში ეს პერიოდი მოიცავს საავადმყოფოში დაყვანებას 3-დან 5 დღემდე. ბინაზე ყოფნის დროს გარკვეული შეზღუდვები მათ უწესდება 3-დან 4 კვირამდე და ამ პერიოდში აქტიურად ერთვება ფიზიოთერაპია, აქტიურად ერთვება რეაბილიტოლოგი, საერთაშორისო მინდა თქვა რომ ბოლო წლებში საქართველოში რეაბილიტაციის მიმართულებები ძალიან გაუმჯობესდა და მოიმატა რეაბილიტაციის ცენტრებმა და ეს ძალიან მისასალმებელია, რომ თანამედროვე მედიცინა წარმოუდგენელი არის რეაბილიტაციის გარეშე, იმიტომ რომ ეს თავისთავად არა მარტო ფიზიკურ რეაბილიტაციას გულისხმობს, ეს გულისხმობს სოციალურ და მორალურ რეაბილიტაციას, იმიტომ რომ არსებობს ესეთი პოსტტრაუმული სინდრომი, რომელიც ადამიანებს მორჩენილი ფიზიკურად მორჩენილ მდგომარეობაში სულიერად საკმაოდ დიდხანს აწუხებთ და ამის ხარდაჭერაც არანაკლებ მნიშვნელოვანია ადამიანის სრული სოციალური რეაბილიტაციის დაბრუნებისთვის სხვა საზოგადოებაში როგორც ყოფილ პიროვნებად. რაც შეეხება მედიკამენტებს, აი ეს ზოგადად ხშირად პაციენტებისგანაც მესმის შეკითხვები, რომ რამდენად სარისკოა ესა თუ ის ჩარევა, რამდენად შედეგიანი ესა თუ ის ჩარევა. ხომ არ გამირთულდება რაიმე, ხომ არ შესაძლებელი ხომ არ არის რომ დამატებით კიდევ ქირურგიული ჩარევა დამჭირდეს. რა თქმა უნდა, მედიცინა არ არის მათემატიკური მეცნიერება, არ არსებობს ფორმულა, რომელთაც ჩვენ მივიღებთ რაღაც შედეგს და გავაკეთე და მორჩა. და ამით ისრულდება ყველაფერი. მედიცინა არის საბოლოოდ ალბათობაზე დამტკიცებული, მაგრამ დიდ ალბათობაზე, ანუ სამედიცინო სტატისტიკა სპეციალური არის მტკიცებითი მედიცინა, რომელიც სხვადასხვა ათასობით და 10.000-ობით კვლევების საფუძველზე დებს შესაბამის რეკომენდაციებს და მოწოდებებს კონკრეტულ შემთხვევაში როგორ მოხდება ჯობია, რომ მივიღოთ უკეთესი შედეგი პაციენტისთვის და ჩვენც ამითი ამას ვიყენებთ ორიენტირებად, ამ კვლევებს ატარებენ როგორც ევროპული ქვეყნები, ასევე ამერიკა და ბევრი მოწინავე ქვეყანა ამით დაინტერესებული, იმიტომ რომ საბოლოო ჯამში აჩვენა, რომ საკუთო შედეგს ზუსტად მხოლოდ ამ სტატისტიკის დაცვით და მათი მითითებების დაცვის შედეგად ვღებულობთ. რაც შეეხება მედიკამენტს, რომელიც მოახსენე, ეს არის ესეთი პრეპარატი, სპეციალურად გამოიყენება ენდოკრინოლოგები იყენებენ ხშირად, გამოიყენება როგორც სხვადასხვა სიცოცხლის წარმონაქმნების დროს, ასევე უხშირესად აი ქალბატონები ლაქტაციის პერიოდის შეწყვეტის დროს გამოიყენებენ, ქვია მას დოსტინექსი. დიახ. და მას ანოტაციაში უწერია ქართულებებში, ერთ-ერთი ქართულებებში წერია უეც არის სიკვდილი. მაგრამ მე არ ამგონი არც ერთი მანდილოსანი, ვინც ლაქტაციას წყვეტს, რომ ერთხელ მაინც ეს პრეპარატი დალეული არ ქონდეს. დიახ. ანუ ზოგადად არ შეიძლება მედიკამენტების დასახელება, მაგრამ ეს ის შემთხვევა, როდესაც ანუ მაგალითი მოვიყვანეთ, არჩევს პროფესიას არ ეხება და მაგალითი მოვიყვანეთ, იმიტომ რომ ანუ მე მივხვდი თქვენ ანუ ხაზგასმით გავუსვით იმას შეკითხვა, მე პასუხი გაეცით იმას, რასაც თქვენ გისმევენ შეკითხვას და ანუ ხშირესად ხო, იმიტომ რომ აი ძალიან ურთიერთსაწინააღმდეგოა, ხო? მაქსიმალურად გასაგებ, ანუ რას ნიშნავს ალბათობა, რას ნიშნავს მედიცინა ზოგადად და რაზე ვეფუძნება ის ყველაფერი, რასაც ჩვენ
თქვენ პაციენტებს გესაუბრებით თქვათ და ანუ ვცდილობთ რომ თქვენამდე მოვიტანოთ ღიად და მაქსიმალურად გახსნილად. კი ბატონო. და ყველაზე მნიშვნელოვანი ბატონო დატო, რას ურჩევთ ამ საკითხთან დაკავშირებით ჩვენს მაყურებელს, თქვენს პაციენტს, ვისაც რომელიმე ჩამოთვლილი დაავადება აწუხებს, ან ალბათ უფრო რთული არის რა აწუხებს და არ მოდის თავს იკავებს. ჩემი აზრით ის მთავარი მესიჯები გაჟღერდა გადაცემის მსვლელობის დროს. პირველი მთავარი რაც შეიძლება კი არა მოეხსნას ის შიში და მივიდეს ადამიანი ექიმთან, ხო? იმიტომ რომ იმდენად მარტივად, კარგად და ჩვენთვის გასაგებ ენაზე გადმოგვეცით ის ინფორმაცია, რომელიც არის ჩვენთვის საჭირო. თავარია მოვიდეს ადამიანი ექიმთან, ენდოს და ის გრძელი გზა, არ აქვს მნიშვნელობა გრძელი იქნება თუ მოკლე გზა, გაიაროს ექიმთან ერთად. თქვენი რჩევა რა იქნება? ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის გადაცემის მსვლელობის დროს არაერთხელ აღნიშნეთ ძალიან მნიშვნელოვანია ექიმის და პაციენტის ურთიერთობა, ხო? დობა პირველ რიგში. ნეიროქირურგი ბრძანდებით და ძალიან რთული არის და სენსიტიური თემაა და ყველაზე მაგარი არის ალბათ ნებისმიერ ახლა ვინც მიყურებს და მისმენს, როდესაც ადამიანს ტკივილი აქვს და ის უცებ მოიხსნება, ამაზე დიდი ბედნიერება არ არის, ხო? ეს მედიკამენტით როდესაც კურნალობთ, მაგრამ თქვენ ახსენეთ გადაცემის მსვლელობის დროს, რომ მედიკამენტები ხშირ შემთხვევაში კი არა და ვერ მოქმედებს და ის ანუ ოპერაციული კურნალობა არის საჭირო, მაგრამ ამისაც არ უნდა შეგვეშინდეს. და არა იმდენად დიდ პროცენტში, როგორც ყველა მოსახლეობას ქონდა. ეს ბევრად უფრო მცირე რაოდენობაა. ოხორტ ამ ადამიანებს არის ძალიან მცირე. სინამდვილეში უმეტესობა ან მედიკამენტოზურად კურნალობენ, ან ფიზიოთერაპიით, ან რეაბილიტაციის კურსს გადიან, მათი აი უმრავლესობა არ არის ქირურგიული. და ანუ რომ გავარკვიოთ ეს უნდა მოვიდეს ადამიანი თქვენთან, ხო? ანუ ეს შიში უნდა დავძლიოთ. თქვენი რჩევა პრაქტიკული ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან მნიშვნელოვანია და მოგისმენთ. არასდროს არ შეგეშინდეთ ექიმს. ზოგადად გირჩევთ, რომ თქვენი შიშის დაძლევის ერთადერთი საშუალება არის ამ შიშთან თვალის გასწორება. ერთ-ერთზე რო დავჭირთ, ხო? ერთ-ერთზე. და მიუხედავად თქვენ უდიდესი შიშისა, ყოველთვის გაბიჯი უნდა გადადგათ წინ. უკან არ დაიხიოთ, თორე თქვენ დაავადებაზე მეტად შიში მოგერევათ. და თქვენ აუცილებლად გაიმარჯვებთ. ძალიან დიდი მადლობა ბატონო დატო. საინტერესო საუბრისთვის გადაცემის მსვლელობის დროს გაჟღერდა ძალიან ბევრი მესიჯი იმისთვის, რომ თქვენ რაც თქვით, ეხლა გადაცემის ბოლოს გადავლახოთ ეს ყველაფერი, ვიმეგობროთ ექიმთან და პირველ რიგში მოусმინოთ ჩვენს ორგანიზმს. შევისწავლოთ ჩვენი ორგანიზმი და მე ალბათ ყველაფერი მარტივი იქნება. ძალიან დიდი მადლობა რომ იყავით გადაცემის სტუმარი, მე წარმატებულ დღეს გისურვებთ. მადლობთ. შეგახსენებთ იმპულსის შეკითხვებს ნეიროქირურგი ტატო ნაცვალაძე პასუხობდა, ამით კი ჩვენი გადაცემა დასასრულს მიახლოვდა, მე ჯანმრთელობას გისურვებთ და მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით.